დიზაინის ინსტიტუტში სოციალური დიზაინის დღეები გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში ამ სფეროს ქართველმა და უცხოელმა წარმომადგენლებმა სოციალური დიზაინის მნიშვნელობასა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში, სადაც განათლების ურბანული განვითარებისა და სოციალური უთანასწორობის გამოწვევები ძალიან აქტუალურია, დიზაინს შეუძლია სისტემური ცვლილებების საშუალება გახდეს. სწორედ ამიტომ დიზაინის ინსტიტუტის გუნდმა წარმოადგინა მომავლის გეგმა სოციალური დიზაინისადმი მიძღვნილი სისტემური პროგრამები, კვლევები, საგანმანათლებლო ღონისძიებები და ღია პლატფორმები, რომლებიც სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. სოციალური დიზაინის დღეები საქართველოში წელს პირველად გაიმართა, თუმცა ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ის რეგულარულ სახეს მიიღებს და სოციალური ინოვაციების ირგვლივ დისკუსიას გააღრმავებს. სოციალური დიზაინი ზუსტად ის არის, რაც ყველაზე რთულ მომენტში ჭირდება ქვეყანას და ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს თავისი შემოქმედებითი რესურსი, დიზაინ რესურსი იმისთვის, რომ გადაჭრას ყოველდღიური პრობლემები. რა არის სოციალური დიზაინი? ეს არის დიზაინი იმისთვის, რომ უკეთესი გარემო შევქმნათ. შეიძლება გამოვიყენოთ ის ცოდნა, რომელიც გვაქვს დიზაინში, თანამშრომლობით, კოლაბორაციით და სხვადასხვა ხელსაწყოებით და მაგალითად გადავჭრათ სამედიცინო საკითხები, მაგალითად გადავჭრათ ის სივრცეები, გადავჭრათ იმ სივრცეების პრობლემა, რომელშიც ვცხოვრობ და ვარსებობ. უკეთესი დიზაინი ქმნის შესაძლებლობას უფრო თანასწორი, უფრო კოლაბორაციული, უფრო თანამშრომლობითი გარემოსი. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ, რომ სოციალური დიზაინის დღეების განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ და ვასწავლით საკითხებს, როგორც არის მაგალითად უფრო ინკლუზიური დიზაინი, უფრო მეტად მისაღები ფერები, უფრო ადვილად გასაგები და აღსაქმელი შრიფტები. სოციალური დიზაინის კვირაულის ფარგლებში დღეს ჩვენს პანელზე ვისაუბრეთ სხვა ორ მომხსენებელთან ერთად შემოქმედებით სივრცეების მნიშვნელობაზე, რა როლის შესრულება შეუძლია შემოქმედებით სივრცეებს, განსაკუთრებით რაღაცაი უბნების, ქალაქების დასახლებების განვითარებაში და როგორ შეიძლება მათი დიზაინის რეკონცეფციამ და გარდაქმნამ წვლილი შეიტანოს კულტურის სფეროს შემოქმედებითი ადამიანების და ზოგადად სამეზობლოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში. ვისაუბრეთ რა სიტუაცია ამხრივ საქართველოში, კვლევის შედეგები გავაზიარეთ, რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს, რომლებსაც შემოქმედებითი სივრცეების პოვნა უნდათ. მაგალითად ის, რომ ძალიან ჭირს საქართველოში შემოქმედებითი სივრცეები, რომლებიც ხელმისაწვდომია და ძალიან ძვირი არ ღირს, მაგრამ მეორე მხრივ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს უამრავი ძველი ინდუსტრიული თუ ძველი კულტურის სახლების შენობები, რომლებიც არის ნაწილობრივ ან საერთოდ სრულად აუთვისებელი. ჩვენი კომპანია მუშაობს კერძო სექტორისთვის, ინსტიტუტებისა და ქალაქებისთვის. ამიტომაც ჩვენი საქმიანობა არ არის კომერციული და ამაზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას დიზაინში მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და ადგილობრივი ისტორიების მიმზიდველობას შორის სწორი ბალანსის პოვნაზე. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თანამედროვეობაშიც მიმზიდველი იყოს. სემინარზე ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ ის მნიშვნელოვანი ადგილობრივი ამბები და ისტორიები, რომლებიც დღესაც აქტუალური და დამახასიათებელია. Make those